საარჩევნო პროცესებმა საქართველოს უმეტეს საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე ექსესების გარეშე ჩაიარა, თუმცა რამდენიმე ადგილზე ვითარება განსაკუთრებულად დაიძაბა. საქმე ხელჩართულ დაპირისპირებამდეც მივიდა და ვითარების განსამუხტად აუცილებელი გახდა ადგილზე სპეცდანიშნულების ძალების მობილიზება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ყველაზე ცხელი წერტილების შესახებ ქეთი ბერაიასა და თამარ გოგისაშვილის რეპორტაჟი. მომხდარი ინციდენტის გამო კენჭისყრის შედეგები ბიულეტინების დათვლამდე გაუქმდა ჯიხაშკარის 79 და 100 მერვე უბნებზე, სადაც რამდენიმე პირი შეიჭრა და საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ყუთებიც გაანადგურა. ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრობს დამკვირვებელთა ნაწილი. ფეხით შემოგვინგრიეს კარები. გადაგვიარეს უცხოელებს წაართვეს ტელეფონი, ცემეს უცხოელები და გააგდეს გარეთ. მერე ბიულეტენები დაგვიყარეს ძირ, ცემეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი. ხმაური იყო ზუგდიდის სოფელ კოლხიდაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით 37 უბანზე დამკვირვებლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. დამტრეულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კამერა და განადგურებულია მეხსიერების ბარათი. ხმების დათვლის პროცესი ჩაიშალა განმუხურში, ხმაური იყო კორცხელშიც. გაატეხეს კამერები და წაგვართეს ჩიპები. დაკეტეს კარები, თვითონ ითვლიან, ჩვენ არ შეგვიშვეს, და გამოვედით და გარეთ ვდგევართ ყველანი. დაპირისპირება მოხდა ქუთაისში გვიანღამით 90 უბანზე მისულ ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დამტრეულია ტელეკომპანიების GDS-ისა და იბერიის ტექნიკა. უბნის მიმდებარედ დიასპორის მინისტრის მოადგილე და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი იმყოფებოდნენ. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გითხრას, რომ ჩაწიეთ კამერები, განათება, არავინ არ გეკითხებათ სად მოვალთ, როდის მოვალთ და ასე შემდეგ. შემდეგ GDS ოპერატორის მისამართით გაისმა გინება, რასაც მოყვა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. ვერ გავიგეთ, ვინ ვის ურტყამდა, ვინ რატო ურტყამდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზეც. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცემის ფაქტი სამართალდამცავებმა აღკვეთეს. დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით მიმდინარეობს. 2008-ში სად იყავ? სად ვიყავი ცხინვალში? მეც ვიბრძოდი. ბატალიონში. სად იყავი? მე მე ბატალიონი. გიაუდესიანის ბატალიონში. მე 11-ში ვიყავი მე. მივედი როგორც სიგით მოქალაქე გიორგი ბარამიძეს დავუსვი კითხვა, რომ აღიარებდნენ თუ არა ისინი ნაცმოძრაობის დანაშაულებრივ ქმედებებს. სადაც დამიწყეს რომ ვარ რუსეთის აგენტი, ამიტომ დამარტყეს ხელი. სოფელ იზლაჯლოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა მარნეულში, სადაც საღამოს 6 საათზე 50 უბანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ყოფილი სახელმწიფო პარტიისა და პაატა ბურჯულაძის ბლოკის მხარდამჭერების შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას ცდილობდნენ. მათ პოლიციას ქვები დაუშინეს, ფიზიკურ დაპირისპირებაში დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს იყო თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგი, ეს იყო უბრალოდ პირდაპირ უტიფრად დაშინების და ნების გატეხვის მცდელობის ქართული ამომრჩევლის გზით შენარჩუნება ძალაუფლების. მოუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცესად დაისაჯოს დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი. დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ინციდენტები არჩევნების შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ძალადობის პრევენციის მიზნით ძალოვან უწყებებს სათანადო რეაგირებას თხოვენ. უფლებადამცველები რიგ შემთხვევებში დაწყებული გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. აუცილებელია, რომ ამ ფაქტებზე იყოს სწრაფი რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც მეორე ტურებამდე პერიოდში, ასევე მეორე ტურების დროს ის ძალადობრივი ფაქტები და ის ადამიანები, რომლებმაც ძალადობა ჩაიდინეს, არ დადიოდნენ დაუსჯელები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პირი, რომელიც ამაში იყო ჩართული, იყოს დასჯილი. რეაგირებას ითხოვს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა ეტაპზეა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული გამოძიებები. ოფიციალური განცხადების მიხედვით, რომელიც უწყებამ გაავრცელა, ინციდენტებზე გამოძიება საარჩევნო პროცესში ძალადობის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დაიწყო.